ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში 29 მაისს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა ანსამბლმა მარულამ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა მოძრაობა დავითიანის პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ. მან წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ფარგლებში მოძრაობა დავითიანის პროექტებში გამარჯვებულები გამოავლინეს. საუკეთესო ვიდეო რგოლის შემქმნელებს წიგნიერი ლიდერის საკლუბო აქტივობებისა და ტესტირების შედეგად გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ვიდეო რგოლის თემა იყო ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. დაჯილდოვდა თბილისის 129 საჯარო სკოლა. საკლუბო აქტივობებში გამარჯვება თბილისის ვაჟა-ფშაველას სახელობის 97 საჯარო სკოლამ მოიპოვა. დავითიანის პროექტებში გამარჯვებული 20-მდე მოსწავლე ტაო კლარჯეთში გაემგზავრება. გარდა ამისა, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს საჩუქრად ვაუჩერები გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში ორი ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა. ერთ-ერთი ასახავდა საქართველოს ისტორიას მე-16 საუკუნეებში. დავითიანის პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ სკოლის დირექტორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა. ღონისძიებას სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, თბილისის წმინდა ცხრაყრმა კოლოელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე, სხვა სასულიერო პირები, თბილისის სხვადასხვა სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი უკვე აწლეულებია ახორციელებს პროექტებს და პროგრამებს, რომლებშიც ასობით და ათასობით ახალგაზრდაა ჩართული. ძირითადად ესენი არიან ბავშვები, სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობოდა მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობებს ავალებენ ბავშვებს და დიდი სიხარულით ასრულებენ. დღეს უამრავი ახალგაზრდა შეკრებილი, რა ძალიან სასიხარულო ბედნიერი სახეები მათი. ეს ადამიანები უკვე წარმატებულები არიან, რადგან მთელი წლის განმავლობაში დავითიანში სხვადასხვა პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას და უსურვებ დავითიანს, რომ კიდევ მეტი მომავალ წელში ახალგაზრდები მოსულიყვნენ და რათა გაესწრონ ჩვენს კულტურას, არწმუნოებას და ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიკეთეს ემსახურება და ყველა უნდა იყოს ამაში ჩართული. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში მქონდა პატივი გამეზიარებინა სიხარული, რომელიც დავითიანის როგორც ღვთისგან კურთხეული ორგანიზაციის საქმიანობით ვრცელდება საქართველოს საზოგადოებაში. ძალიან ბევრმა ბავშვმა თავისი სითბო, თავისი სიყვარული, თავისი დადებითი ენერგია გაუზიარა სამყაროს, გაუზიარა ყოფს სტუმრებს. მეც გადმომედო მათი ემოცია და გული სიხარულითა და სითბოთი ამევსო. მადლობელი ვარ ჩვენი უწმინდესი პატრიარქისა, რომლის კურთხევითაც არის ეს ორგანიზაცია დაარსებული. მადლობელი ვარ მისი, რადგანაც მისი კურთხევით განხორციელებულ ღონისძიებებში მეც შევძელი ჩემი პატარა წვლილი შეტანა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შევქმნით პატარა ვიდეო რგოლები უпроსწორედ, სადაც გაცოცხლდა ჩვენი ისტორიის ცნობილი და უცნობი გმირები. ფიქრობთ, ეს მიდგომა თანამედროვე საზოგადოებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ისტორიული პერსონაჟების გაცოცხლებისა იქნება მნიშვნელოვანი და კეთილნაყოფიერი. და მადლობა ამ იდეის ავტორებს და პირდაპირ ვამბობ, რომ ამ ბავშვებისგან საოცარი ენერგია მოდის. ამ ბავშვებისგან ისეთი მადლი იფრქვევა და ისეთი იდეები მომდინარეობს. ეს იდეები ყველა რომ განხორციელდეს, საქართველო აუცილებლად გამწყინდება და გამთლიანდება. დღეს დავითიანის კურსდამთავრებულებს ჰქონდათ გამოსაშვები საღამო. პროექტში მონაწილეობდა 25 საჯარო სკოლის 150-მდე ახალგაზრდა, რომელთაც ერთი წლის განმავლობაში დავითიანში შეისწავლეს მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის მსოფლიო ლეგენდების ისტორია, პროექტების მართვა, კარიერის დაგეგმვა, რაც მათთვის და მათი მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. დავითიანი მოხარულია, რომ წელსაც წარმატებით და ფართო მასშტაბით დაასრულა აღნიშნული ღონისძიება. სასიხარულოდ აღსანიშნია, რომ ჩვენ უკვე გვყავს მომავალი ნაკადი, რომელიც დაესწრო დღევანდელ ღონისძიებასაც და ეს მიატყუებს იმაზე, რომ დავითიანის პროექტი ახალგაზრდების საკმაოდ წარმატებით სარგებლობს, ინტერესი ბევრია ახალგაზრდების მიმართ და ჩვენც ვეცდებით, რომ მათი მოლოდინები ყოველთვის გავამართლოთ. დავითიანი ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს, ჩვენი სკოლა დიდი ხანია თანამშრომლობს მასთან და არაერთ თაობას მიუღია მონაწილეობა. მით უფრო საინტერესო ხდება ეს ბოლო პერიოდში ახალ-ახალი აქტივობები, რაც ძალიან მნიშვნელოვან უნარჩვევებს უნვითარებს მოსწავლეებს და მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრების
წლებისთვის ამზადებს. წინა წლების პერიოდში ჩემი შვილიც გახლდათ დავითიანის წევრი და იქიდან ძალიან მნიშვნელოვანი რამ კეთდება ბავშვებისთვის და სულ მოუწოდებ მე მოსწავლეებს, იმიტომ რომ იქ გატარებული თითოეული დღე ჩემი შვილისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი აქტივობებით და იმ აქტივობებით, რომელიც ასაკობრივ თავისებურებთან არის შერწყმული. მადლობა საპატრიარქოს, მადლობა დავითიანს ესეთი დიდი საქმის კეთებისთვის. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეს იყო 1 წლის შეჯამება დავითიანის მოღვაწეობისა. კონკრეტული ჩემი მოვალეობა იყო, რომ გამეცოცხლებინა მე-16 საუკუნე და მე-8 საუკუნის პერიოდის საქართველო და გავაცოცხლე ზუსტად იმ მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და ასევე იმ მიდგომებით, რასაც დღეს აქტიურად იყენებენ. დღეს დავითიანში გაიმართა ფინალი, არ მხოლოდ ფინალი, სხვადასხვა აქტივობების გამარჯვებლების გამოვლენა. აღმოჩნდა, რომ თურმე დაკლაჩეთში მეცმედი ვარ და ტესტირებაში გავემარჯვე. ძალიან მიხარია. გამარჯვებას არ ველოდით, იმიტომ იმედი არ ქონდა თავიდან, რადგან ძალიან ბევრი კარგი კონკურენტი ყავდა, ვინც შემართებით ემზადებოდნენ. თუმცა ჩვენი ასეთი შრომით გავიმარჯვეთ და მოიპოვეთ საკლუბო საგზური ტაო-კლარჯეთში. და ძალიან ბედნიერი ვარ და არ ველოდი, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ მაინც. მოძრაობა დავითიანის შემაჯამებელი ღონისძიების დაწყებამდე პროექტ წიგნიერი ლიდერის ფინალი გაიმართა. მასში 13 სკოლა მონაწილეობდა. ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებული თბილისის 77 საჯარო სკოლა გახდა. აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები მოძრაობა დავითიანის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადასცეს. დავითიანი როგორც წესი ყოველწლიურად ატარებს ინტელექტუალურ პროექტებს ახორციელებს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოველწლიური პროექტი არის წიგნიერი ლიდერი. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჩვენთან დაახლოებით 25 სკოლის მოსწავლე ყავდა, თითო სკოლიდან 5 მოსწავლე, სადღაც 150 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ისინი სწავლობდნენ როგორც თეოლოგია, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, მსოფლიო რელიგიების ისტორია, ასევე გადიოდნენ საკლუბო აქტივობებს, პროექტების წერას, სხვადასხვა აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას და შესაბამისად ყველა ეს აქტივობა თუ პროექტი ფასდებოდა რაღაც ქულებით. ამ ქულებით მათ მოიპოვეს ნახევარფინალში და ფინალში გადასვლის შესაძლებლობები და დღეს გაიმართა ფინალური შეხვედრა, ინტელექტუალური კონკურსი, რომელშიც 13 სკოლამ მიიღო უკვე მონაწილეობა, ფინალში 13 სკოლა გადავიდა და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი თამაში იყო და გაიმარჯვა 77 სკოლამ, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი მთელი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ესენი მთელი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და აშკარად ეტყობოდათ, რომ ძლიერი გუნდი ყავდათ. თუმცა სხვა სკოლები ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ გაიმარჯვა უფრო ძლიერმა და შესაბამისად მე ვულოცავ მათ. ასევე გამოვლინდნენ ტესტირებაში გამარჯვებულები, რომელთაც დაწერეს საუკეთესო რეიტინგით გამოვლინდნენ და 7 ტესტირებით გამარჯვებული, 6 არის ეს გუნდი, 6 კაციანი გუნდი, რომელმაც ინტელექტუალურ ფინალში გაიმარჯვა და 4 მოსწავლე ასევე საკლუბო მიმართულებით. ეს ჩვენთვის მეორე გამარჯვებული არის უკვე, შარშამ ყავდა პირველი გამარჯვებული საკლუბო მიმართულებაში და წელს მეორე გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც საკლუბო აქტივობებში დაგროვილი ქულების საშუალებით მოიპოვეს გამარჯვება და ყველა ერთად სწავლენ ტაო-კლარჯეთში. წიგნიერი ლიდერის ფარგლებში დღეს გაიმართა ფინალი და უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სკოლამ გაიმარჯვა და კიდევ უამრავმა ბავშვმა. ყველა ერთად მივდივართ ტაო-კლარჯეთში და უნდა ვთქვა, რომ ძალიან აღრთმოვანებული ვარ და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ დავითიანმა ბევრი კარგი მოგონება დამიტოვა, ასე რომ ვთქვა. და ძალიან ბედნიერი რომ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება შევძალი. ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა, ძალიან დიდი იმედებს ვამყარებ და ძალიან ბევრს ვშრომობდი იმისათვის, რომ ეს დღე დამდგარიყო და გამემარჯვე. თავარი პრიზი მოვიგეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე დადგა და ჩვენ მოვიგეთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა.